J-Hub podcasti. მოგესალმებით ძვირფასი მეგობრებო, ეს არის J-Hub podcast-ის მეხუთე ეპიზოდი და დღეს სტუმრად ყავს ანდრე კრიხელი. Welcome to the podcast. ქართულად. კეთილი იყო შენი მორწენება ჩვენთან. დიდი მადლობა. ხო, უკვე ეთერშიც მივესალმეთ ერთმანეთს. მოყევი როგორ განწყობაზე ხარ? იდეალურზე როგორც ყოველთვის. ძალიან კარგი, შვენიერი. ძალიან კარგი. მოდი, სანამ რაღაცაზე გადავალთ, მინდა რომ ცოტა უცნაური რაღაცა ჩამოვაგდო, იმიტომ რომ ესეთი ის გვაქვს ტრადიცია რა, რომ წინა სტუმარი ტოვებს ხოლმე რაღაც კითხვას. და ძალიან უცნაური კითხვა დაგვიტოვეს. გამოუშვი. უნდა დავიწყოთ მაგითი პირდაპირ. თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს კანადისა და შეერთებული შტატების საზღვარზე. გადარჩენილებს სად დაასაფლავებენ შენი აზრით? გააჩნია ვინცაც ჩამოვარდება. რომელიც საზღვრის ჩრდილოეთით იქნება, იმას ალბათ ჩრდილოეთით, რომელიც სამხრეთით. შენი ძალიან მისარევი პასუხია ჩემი აზრით. არა, პრაგმატულად უნდა მივუდგე ხა ადამიანი გარდაიცვალა, რატო უნდა ამგზავრო, ასე ვთქვათ, დიდი მანძილი საბოლოო განსასვენებლამდე. პრაგმატულობა ძალიან კარგია, ტვინის მოძრაობა ძალიან კარგია, მე მგონი პოზიტიურად დავიწყეთ ჩვენი პოდკასტი თვითმფრინავის ჩამოვარდნით. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, კითხვის ავტორმა თუ რამენაირად თუ ახსნა ამ კითხვის არსი და მნიშვნელობა. არა. გადარჩენილებზე იყო კითხვა და ეგ იყო მაგ შეკითხვის ფინალს. გადარჩენილებზე საფლავზე. ჩვენი პროდიუსერი გვეუბნება ახლა რომ თურმე გადარჩენილებზე იყო კითხვა, მეც ვერ მივხვედრილა რა და გადარჩენილებს წესით არის არასაფლავები. ხო, როგორც წესით არასაფლავებენ, კი. ვა, საინტერესო. თან განსაკუთრებით კანადა და ამერიკაში. ამ ძალიან საინტერესო კითხვებისთვის ჩავიჭერით ორივე. ოკეი. კაი. აი ესე პოზიტიურად და ესე პატარა მარცხით შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი საინტერესო საუბარი და ხო, მე დიდი ხანია გიცნობ, საკმაოდ ბევრი ვიცი შენზე, საკმაოდ ბევრი არ ვიცი და მე მგონი ბევრ ახალს კიდე გავიგებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაყურებლების უმრავლესობა არ გიცნობს და მინდა რომ ცოტა მოყვე შენ თავზე, ვინ ხარ, გასაკეთებ, რაღაცა ორი სიტყვით შენ გზაზე, რასაც მე ნელ-ნელა ჩავუბრუნავდებ. კი ბატონო, როგორც რონიმ გაგაცნოთ ჩემი თავი, მე ვარ ანდრე კრიხელი. ვარ როგორც რონი ებრაული თემის წარმომადგენელი, მაგრამ არასდროს არ ყოფილვარ ამ თემში, ასე ვთქვათ, აქტიური, პირიქით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პასიური წარმომადგენელი ვიყავი, რაც კი ამ თემს ყოლია, შეიძლება ესეც ითქვას. 18 წლამდე ვცხოვრობდი საქართველოში, შემდეგ წავედი სასწავლებლად შვეიცარიაში, შემდეგ აღმოჩნდი ჰოლანდიაში და ბოლოს უნივერსიტეტი დავამთავრე ბრიტანეთში. ესე ვთქვათ, აღმოჩნდა რომ მიყვარს მოგზაურობა და ახალი რაღაცების აღმოჩენა. თურმე. კი ბატონო. სწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებას. რაც საკმაოდ საინტერესო იყო. იმიტომ რომ საქართველოშია წარმოდგენებიც გვაქვს, ასე ვთქვათ, ბიზნესის მართვაზე და განვითარებაზე. რადიკალურად განსხვავებულია იქ. და იქაური მეთოდი ჩემი აზრით უფრო მეტად ლოგიკური და პრაგმატულია თავისი მიდგომებით და შემდგომში დამდგარი შედეგებით. უნივერსიტეტის დამთავრების მერე ჩამოვედი საქართველოში. მქონდა რაღაც დიდი გეგმები, დიდი მიზნები. უბრალოდ ეს დამთავრება მოხდა 2019-ში და ესე კორონაც, ესე ვთქვათ, მალევე მიყვა და ჩემი გეგმების განხორციელება რაღაც განუსაზღვრელი დროით გადაიდო. კორონას, ესე ვთქვათ, დამთავრებისკენ უკვე გადაწყვიტე რომ წავსულიყავი ისრაელში და წასვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მიმიღო გამოცდილება და გამეკეთებინა სტარტაპი. ერთი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ჩემს რაღაც კარიერულ ცხოვრებაში აღმოვაჩინე, ძალიან დამაინტერესა და ასე ვთქვათ, ყველა ხო რაღაც ჩვენი ცხოვრების ასე ვთქვათ, აზრის ძიებაში ვარ და მე ვფიქრობ, რომ თუ ხარ ასე ვთქვათ, მეწარმე და გინდა რომ რაღაც შექმნა,
რაღაც კონკრეტული პრობლემის მოგვარებას უნდა მიუძღნა თავი და მე ვფიქრობ, რომ აი მაგ პერიოდში ვიპოვე ის პრობლემა, რომლის მოგვარებაც მინდოდა და აი ამ ჩემი მიზნების მისაღწევად გადავდგის ნაბიჯი, რომ დამეტოვებინა ყველაფერი და გადავსულიყავი ისრაელში რაღაც პერიოდი საცხოვრებლად. ოკეი. გამოვიდა ეგ სტარტაპი? სტარტაპი ნაწილობრივ გამოვიდა, იმიტომ რომ პროდუქტი შევქმნით, პროდუქტი დავტესტეთ ამერიკის ტერიტორიაზე რამდენიმე ასე ვთქვათ პოტენციურ კლიენტთან და როდესაც ვემზადებოდით ამ პროდუქტის ჩასაშვებად, მოხდა ისეთი რაღაც, რომ გამოვიდა LLM-ები, რომელმაც ის რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ხელოვნური ინტელექტია არის. კი ბატონო. კი ბატონო. ესე ვთქვათ, დიდი ენობრივი მოდელები, რომელმაც ჩვენი ბიზნესის კონცეფცია შეცვალა იმ კუთხით, რომ ჩვენ რა პრობლემასაც ვაგვარებდით, იმ მეთოდოლოგიით, როგორც ვაგვარებდით, ეს აღარ იყო, ესე ვთქვათ, cost effective solution-ი და მოგვიწია, ესე ვთქვათ, რამდენიმე წლიანი შრომის შეჩერება რაღაც პერიოდი, რომ გაგვერკვია, როგორ შეიძლება ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენება იმ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, ну, გარკვეული research-ის სწავლის და შრომის შემდეგ აღმოჩნდა ისე, რომ რაღაც ბიზნეს ხარის წარმომადგენლებიდან მეც და ჩემი პარტნიორიც გადავიქეცით დეველოპერებადაც. იმიტომ რომ დავჭირდა ამ სკილების ჩვენ თვითონ შეძენა და ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ალბათ ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით, როდესაც წარმოადგენ ბიზნეს საიტს და გიწევს ტექნიკურ ხარესთან ურთიერთობა, საკმაოდ რთული არის კომუნიკაცია ამ ადამიანებს შორის, იმიტომ რომ საუბრის მანერა და ასე ვთქვათ, პრობლემის აღქმის უნარები საკმაოდ განსხვავდება. ანუ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ საერთოდ, ხო? კი, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობ და ეს კომუნიკაციაში პრობლემაა და ეს კომუნიკაციაში პრობლემა, ну, ტაიმლაინების გარღვევას იწევს როგორც წესი. ანუ მეორე მხრივ, მან ძალიან გაურკვეველი არის შენ თუ მუშაობ დეველოპერთან, ხო? ანუ ძალიან გაურკვეველი არის თუ არ გესმის შენ ეს ტექნიკური მხარე, ან როგორ მისცე დავალება, ან როგორ შეამოწმოს დავალება, ან ტექნიკურად რა სჭირდება და რამდენი დრო, ენერგია, რესურსი და ასე შემდეგ სჭირდება. ერთი რომ თუ იმ მოდელზე გაქვს, რომ ანუ აი ამდენ თანხას გიხდი და აბა მიდი და გააკეთე, მაშინ ეგ შეიძლება არაპროდუქტიულად გაიწელოს. თუ იმაზე გაქვს, რომ აი ყოველთვიურად ამდენს გაძლევ, მაშინ შეიძლება პირიქით ისე გაიწელოს, რომ ანუ რომ არ დაამთავროს, ასე ვთქვათ, ეს პროექტი იმისთვის, რომ კიდე მეტი და მეტი თანხა მიიღოს რა. ანუ შენ როცა არ გაქვს კომპეტენცია იმისთვის, რომ შეაფასო ის სამუშაო თუ რესურსი, რაც სჭირდება კონკრეტულ tasks, ну ძალიან გიჭირს მოკლედ რა. ყველა ვარიანტში თუ ეგეთ სტარტაპზე არის საუბარი, ვინმე მაინც თიმში შიგნით უნდა იცოდეს მაგენაზე ლაპარაკი. რა სტარტაპზე არის კონკრეტულად საუბარი, რა პრობლემას ჭრის ეს სტარტაპი? ეს ჩვენ ახლა ვაკეთებთ ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, მულტიაგენტურ სისტემებს, კომპანიების, ასე ვთქვათ, შიდა და გარე პროცესების ოპტიმიზაციისთვის. ეს არის ზოგადი მიმართულება, მაგრამ გვაქვს ერთი კონკრეტული ძირითადი პროდუქტი, რომელიც ეხმარება მომხმარებელს მიიღოს უფრო გაცნობიერებული educated decision-ები შესყიდვებთან დაკავშირებით. არ არსებობს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიაში ერთნაირი ხარისხით ერკვევა და ერთნაირად იცის. ახლა მე რომ მკითხო, რომ თქვათ, დახმარება გჭირდება ლეპტოპის არჩევაში, არავის დახმარება არ დამჭირდება, ასე ვთქვათ, ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია დაკისვა რაღაც კონკრეტული კითხვები, გავიგო რა ფუნქციის შესასრულებლად, ანუ რა პრობლემის მოსაგვარებლად გჭირდება შენი ლეპტოპი და შესაბამისად გირჩიო რაღაც გარკვეული მოდელი ან თუნდაც საოპერაციო სისტემა, რომელიც აჭირვებდა შენთვის, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია ბევრგან სხვაგან. აი მაგალითად, რომ მოვიდეს ვიღაცამ და კითხოს, რომელი მაკიაჟი ჯობია რაღაცისთვის, ანუ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მაკიაჟში, ესე ვთქვათ, რა პროდუქტები არსებობს, რომელს ჯობია ან რატო.
და ესე ვთქვათ, შესყიდვები, როდესაც ადამიანი რაღაცას ყიდულობს, ყოველთვის რაღაცა პრობლემის მოგვარებას ცდილობს ამ შენაძენით და იმისთვის რომ შენ კარგად გაყიდო და მომხმარებელმაც კარგად იყიდოს, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც შეძლებს ადამიანს აუხსნას კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შემადგენელი ნაწილები ესაუბროს, ესე ვთქვათ, მის საჭიროებებზე და შეძენამდე კარგად გაარკვიოს, რამდენად შეძლებს კონკრეტული პროდუქტი მის წინაშე არსებული პრობლემების და გამოწვევების გადაჭრას. თან გააკეთო ეს ყველაფერი ისე, რომ არ მოითხოვოს ამან შენგან კოლოსალური რესურსი, როგორც შეიძლება იყოს, რომ იჯდეს ხალხი და ურეკონამ ყველა მომხმარებელს, რომელსაც რაღაც $10 მაკიაჟის ყიდვა უნდა სიტყვაზე, ხო? ეხლა არ იქნება ეგ cost effective. ამიტომ და თან მეორე მხრივ კიდე ორივე მხარისთვის, მყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც ძალიან მომგებიანი არის, რომ ადამიანმა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება და შენაძენი ეგრე გააკეთოს, იმიტომ რომ თუ რეალურად გადაჭრის ის თავის პრობლემას, ის კმაყოფილი იქნება შენით, შენ უკვე პოზიტიურად ხარ დამახსოვრებული მის გონებაში და შანსი რომ დაბრუნდეს და კიდე იყიდოს, ბევრად იზრდება. ვიდრე ის რომ რაღაცა მიუყიდე, ჭირდება თუ არა და მერე შეიძლება რაღაც გული აუცრუდეს და წავიდეს შენგან და აღარ იყიდოს. რამდენიმე თვეა ვატარებთ, ესე ვთქვათ, პილოტებს და ექსპერიმენტებს ევროკავშირში, რამდენიმე კომპანიასთან და როგორც ესე ვთქვათ, შედეგებიდან ჩანს, ჩვენმა პროდუქტმა ძალიან საინტერესო რაღაცები გაუკეთა მათ. პირველ რიგში გაზარდა გაყიდვები, ეგრეთ წოდებული upsell-ი და cross-sell-ი. და ამას ეს არ ხდება რაღაც ძალდატანებით, ეს ხდება, ესე ვთქვათ, ძალიან ბუნებრივი საუბრით და პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. აი მოდი მაგალითად ავიღოთ სუნამო. აი რაღაც კონკრეტულ სუნამოს მოიხმარდა, ყიდულობ წელიწადში 3-ჯერ 50 მილილიტრის ზომის. და ხარჯავ რაღაცა კონკრეტულ თანხას. შენ ამ, ესე ვთქვათ, შესყიდვაზე არ ფიქრობ, როგორც წესი წლიურ მასშტაბში, ესე ვთქვათ, რამდენი და როგორ გეხარჯება, იმიტომ რომ სუნამოს შეძენა არ არის, ესე ვთქვათ, პირდაპირი და პირველადი საჭიროება ადამიანებისთვის, ეს არის უფრო თვით გამოხატვის საშუალება ძალიან ბევრი ადამიანისთვის და მომენტალური, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება რა მინდა სუნამო, ვთქვათ, ვიცი რა მინდა ან არ ვიცი რა მინდა, მოკლედ შევალ, გავერკვევი და მალევე შევიძენ. ანუ სუნამოზე არ დავფიქრდები თვე და თვენახევარი. გადაწყვეტილების მიღება როგორც წესი მალე ხდება. მე თუ ვიცი რომ შენ მოიხმარ რაღაც კონკრეტული X სუნამოს, ამას ყიდულობ თვეში, ესე წელიწადში 3-ჯერ, 4 თვეში ერთხელ ყიდულობ რაღაც კონკრეტულ სუნამოს 50 მილilitrიანს. ჩვენმა AI პროდუქტმა იცის რამდენჯერ იყიდე იმ კონკრეტულ ვენდორთან ან რა სიხშირით ყიდულობ პროდუქტს და გთავაზობს ესეთ რაღაცას, რომ 50 მილilitrიანს როდესაც ყიდულობ, ვიცი რომ წლის განმავლობაში ესეთის ყიდვა მოგიწევს 3-ის და მოდი მე გთავაზობ, რომ პირდაპირ აიყო 100-იანი, 150-იანი და წლიურ, ასე ვთქვათ, ჭრილში ზოგავ თანხას. იმიტომ რომ ნებისმიერ პროდუქტში, ანუ ძირითადი ნაწილი ფას წარმოქმნის მოდის შეფუთვას. და სუნამოებში საკმაოდ დიდი წილი მოდის, იმიტომ რომ სუნთან ერთად იმ ფლაკონის ვიზუალი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ფას წარმოქმნას. ამიტომ ჩათვალე შენ 3 ბოთლს ყიდულობ და 3-ჯერ იხდი შეფუთვის ფასს. როცა შეგიძლია 2-ჯერ იყიდო, ან თუნდაც ერთხელ იყიდო 150 მილilitrიანი, ერთხელ გადაიხადო იმ შეფუთვის ფასი და მიიღო მაქსიმალური სარგებელი მინიმალურ ფასი. ანუ ქართულ სტატისტიკას ნამდვილად არ ვიცნობ საქართველოში ამ კუთხით რა ხდება, მაგრამ ამერიკაში ასე ვთქვათ, ქალების სტატისტიკა რო ავიღოთ, თავის მოვლის საშუალებებზე წელიწადში საშუალოდ ამერიკელი ქალი ხარჯავს $4000. და ამ თანხის, ესე ვთქვათ, უმრავლესობა არ არის, ესე
ვთქვათ, კარგად დაგეგმილი შესყიდვა რა, ამის რაციონალიზაცია, ამის cost effectiveness-ის გაზრდა ძალიან მარტივად შეიძლება თუ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს მივცემთ შესაბამის ცოდნას მომხმარებელს. მას ეწოდინება შენი პირადი preferences. ხო, ეს რა გირჩევნია წანსტაციაში. აი მაგალითად რომელი სუნები მოგწონს. უფრო მეტად ყიდულობ პარფიუმს თუ eau-de toilette-ს. ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და შენ რომ ბევრი ძიება არ მოგიწიოს, შენს მაგივრად მოიწიებს ყველაფერს და შენი პროფილის მიხედვით შეგირჩევს რაღაცას, რაც შენთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ძალიან საინტერესოა. ანუ ეს არის ჩატის პრინციპით, ესაუბრები, აძლევ ინფორმაციას, გისვამს კითხვებს, გაძლევს ინფორმაციას და მე უკვე იღებ. კი ბატონო, აი წარმოიდგინე როგორც ჩვეულებრივი ChatGPT. ოღონდ ChatGPT-სგან განსხვავებით არის სპეციალური conversation flow-ები, რომელიც კონკრეტული ინდუსტრიისთვის არის შექმნილი. ამის შესაქმნელად ესე ვთქვათ, არ შეგვიქმნია არც ჩემი პარტნიორის იდეით და არც რაიმე ესე ვთქვათ სტატიის წაკითხვის საფუძველზე. ქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ ესე ვთქვათ პარფუმერიის ექსპერტთან, იმ ადამიანებთან, ვინც თვითონ ქმნის სუნამოებს და ამ ადამიანებთან ინტერვიუებით რეალურად გავარკვიეთ როგორ უნდა აღმოაჩინო შენთვის იდეალური სუნამო და რა არის მთავარი საერთოდ სუნამოში. დღეს მთელი მსოფლიო სუნამოებს ადარებს ეგრეთ წოდებული old factory pyramid-ის მიხედვით, სადაც არის scent note-ები რა, რაღაც ანანასის სუნი, ხის სუნი, ტყავის სუნი ჩამოწერილია რა. და ეს არ არის საუკეთესო გზა, იმიტომ რომ მაგალითად ავიღოთ ანანასი. ანანასის სუნი შეიძლება იყოს 200 სხვადასხვა ჯიშის ანანასისგან და ეს 200-ვე ერთმანეთისგან განსხვავდება და შენ ხედავ რომ მარტო ანანასია. და შეიძლება რაღაც კონკრეტული ანანასის სუნი მოგწონდეს და რაღაცა სხვა არ მოგწონდეს. ზოგადად ის სუნის გადმოცემა ტექსტურად ძალიან რთული რაღაც მგონია. ანუ ის რომ ერთი რომ სწორად გადმოსცე და მეორე რომ შენი სწორად გადმოცემული სწორად მიიღონ და აღიქვან რა, რომ აი რაღაცა წავიკითხე რაღაც და ეხლა მე ეს მომეწონება თუ არ მომეწონება, ეხლა როგორ უნდა მივხვდე, მეგონი ცოტა რთული თასკი არის რა, როგორც ასეთი. სიმართლე რომ გითხრა, მთლიანი რიტეილი რო ავიღოთ, ეს არის მთლიან რიტეილში ყველაზე რთული პროდუქტი ამ მეთოდით გასაყიდად. და ზუსტად რადგან ყველაზე რთულია, მანდედან დავიწყეთ. ანუ შეგვეცდა რაღაც ძალიან მარტივიდან დაწყება, რაც გაყიდვებსაც გაგვიმარტივებდა და რაღაც ესე ვთქვათ, ბევრად უფრო მარტივად წავიდოდა საქმე, მაგრამ ჩვენ ესე ვთქვათ, ბევრი კომპანიისგან განსხვავებით ვეძებთ სირთულეებს და გვინდა პრობლემა იქ გადაუჭრათ, სადაც პრობლემა ყველაზე მეტად არის გამოკვეთილი. ერთი რომ მოთხოვნა ყველაზე მეტი არის და მეორე რომ ეგ თუ გააკეთე, დანარჩენ ყველაფერსაც გააკეთებ რა თქმა კი ბატონო, აი ზუსტად ეგ არის ლოგიკა. გვინდა რომ რთულ ადგილას გადაუჭრათ პრობლემა პირველებმა და ზუსტად იმის მაგალითზე რომ ყველაზე რთულ ადგილას გადავჭერით, შემდეგ უკვე არ არსებობს არანაირი ინდუსტრია, სადაც ამ პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებ. საინტერესო მიდგომა არის, რთული, ძალიან წინაღობებით სავსე, მაგრამ ხო, საინტერესო მიდგომა არის და ჩემი აზრით სწორი, თუ რეალური არის ამ პრობლემის გადაჭრა და მით უმეტეს ახლა რახან ამბობ, რომ გაყიდვები გაზარდით უკვე და ბევრთან გქონდით კომუნიკაცია და ასე შემდეგ, ну აშკარად რეალური არის და აშკარად გამოდის რაღაც რა. ძალიან კაი. ანუ სტარტაპერობა, რა ვიცი, მთელი ლაიფსტაილი არის და როცა მან ხარ და მაგაზე ფიქრობ და ეგრე არ იქვა სამყაროს, რომ აი ესე პრობლემებს ეძებ, მაცდილობ მე ეს პრობლემები გადაჭრა. მთლიანად ცალკე მსოფლო ხედველობა არის. აი მაინტერესებს რამდენად გეხმარება ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც მიიღე შენ უნივერსიტეტში. ხო, აი ამ შენი რო აღმოაჩინე თუ მე მოგზაურობა გიყვარს და რო დადიოდი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ქვეყნებში და სწავლობდი, რამდენად გეხმარება დღეს ის ცოდნა, რომელიც იქ მიიღე.
თუ უფრო ცხოვრებისეული გამოცდილება და ალღო და ხედვა და ასე შემდეგ აყალიბებს ამ შენ მდგომებს? ჩემი აზრით, აი, როდესაც სწავლობ ბაკალავრზე, ასე ვთქვათ, hard skill-ებზე მეტად, პირველ რიგში იწენ soft skill-ებს. და ჩემ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რაც მოხდა, ეს იყო მსოფლმხედველობის რადიკალური ცვლილება, რა საერთოდ სხვანაირი ვიყავი, როდესაც ცხოვრობდი აქ. ძალიან სტანდარტული ქართული, ასე ვთქვათ, შაბლონური დამოკიდებულებები მქონდა მოვლენებთან, რაც ხდებოდა, მაგრამ როდესაც იქ წავედი, ვიცხოვრე, შევხვდი ძალიან ბევრი ნაციონალობის ადამიანს, მომიწია მათთან ერთად მუშაობა გარკვეულ პროექტებზე, ზოგთან სასიამოვნო იყო, ზოგთან პირიქით, მაგრამ ყველაფერი გამოცდილებაა. ანუ საერთოდ ჯამში დავწუნდი იმაში, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, ყველა ძალიან უნიკალურია და შეიძლება იყო ყველასთან უშუალო და პირველ რიგში შენი თავი უნდა ჩათვალო, ასე ვთქვათ, გლობალურ მოქალაქედ და არა რაღაცა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქედ თუ ვთქვათ აი ამ გზაზე მიდიხარ. არ უნდა იყო მიჯაჭვული რაღაც კონკრეტულ ადგილს, არც ფიზიკურად და არც მენტალურად. იმიტომ რომ თუ რაღაც ყუთში მოაქცევ შენს აზროვნებას, მაინდა-მაინც შორს ვერ წახვალ ჩემი აზრით. ანუ რეალურად გარემომ და ან გარემოს ცვლილებამ და ახალ ხალხთან, ახალ მსოფლმხედველობასთან და ახალ კულტურასთან დაჯახებამ უფრო გასწავლა, ესე იგი ეს ყველაფერი, ვიდრე კონკრეტულად უნივერსიტეტმა, სწორად გავიგე? კი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უნივერსიტეტიდან გამომდინარე მოხდა. ხო, გასაგებია. და არც იმას არ ვამბობ, რომ ხო უნივერსიტეტში არავის არაფერი არ უსწავლებია. როგორ არა, ძალიან ბევრი რამე მასწავლეს, ძალიან ბევრი ძალიან მაგარი ლექტორი მყავდა. ბევრთან დღესაც მაქვს ურთიერთობა და როცა რაღაც ამჭირდება, ვთქვათ, თუნდაც ჩემი სტარტაპის კუთხით, თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანებთან გავიდე კონტაქტზე და მივიღო შევადარიგება, რაც არაერთხელ დამხმარებია ჩვენს საქმიანობაში, მაგრამ თავარი აზროვნება არა, როგორი სკილიც არ უნდა გქონდეს, ყველაზე გამოცდილი ადამიანიც რო იყო რაღაც კონკრეტულ სფეროში, თუ არ გაქვს გლობალურად აზროვნების უნარი და თუ რაღაცაში ჩაკეტილი ხარ, რაღაც ჩარჩოებში ხარ მოქცეული, ხო, შენი სკილები ვერ გამოგიყვანს რა. გლობალურად ზოგადად აი უნივერსიტეტზე როგორც მოვლენაზე რას ფიქრობ? ანუ რამდენად არის ჯერ კიდევ აქტუალური ისე როგორც ადრე იყო? აი ხა საქართველოში ძალიან გავრცელებული არის ის ხედვა, რომ აი დიპლომი თუ არა გაქვს სამსახურს ვერ იპოვი და აი ჩემი შვილი უმაღლეს მოკლედ უნდა დაამთავროს უმაღლესი და რაღაც აუცილებლად დიპლომი უნდა გქონდეს. ანუ რას ფიქრობ მაგაზე? რეალურად ეგრეა? თუ მაინც და მაინც კარგი, მოდი მაშინ პირველი დავიწყოთ იმით, საერთოდ რას გვაძლევს დიპლომი, ხო? რაღაცა ერთი ფურცელია, რომელზეც რაღაცა წერია, მაგრამ რა მნიშვნელობას წარმოადგენს ეს შემდგომში, ვთქვათ, შენი დამსაქმებლისთვის? ჩემი აზრით, აი მოდი მე გეტყვი, მე რას ვფიქრობ რა. ჩემი აზრით დიპლომი ანუ უნივერსიტეტი ჩემი აზრით იმის გარდა, რომ გაძლევს საინტერესო ხალხთან, ანუ თვითონ აი სოციალური ასპექტი რო აიღო უნივერსიტეტის, მით უმეტეს როცა კარგ უნივერსიტეტში სწავლობ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ხო? და იქ მოდის ხალხი, რომელიც არის რაღაც შედარებით ნარჩევი ხალხი, რაღაც ისეთი ოჯახებიდან თუ სტატუსისგან და ასე შემდეგ მომავალი, ხო? აი სოციალურ ასპექტს რო თავი დავანებოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრ რაღაცას შეიძლება დაგეხმაროს. ჩემი აზრით ძალიან მოძველებული არის ეს სისტემა რა და ერთადერთი რასაც მე მეუბნება, აი ეხლა მაქვს მარკეტინგული კომპანია. მე რო ვიყვან ჩემთან თანამშრომელს და ვფიქრობ იმაზე, რომ ვინ უნდა ავიყვანო, აი ბოლო რაღაცა არის, რასაც შევხედავ რა. თუ საერთოდ შევხედავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მინახავს, რომელსაც არანაირი მარკეტინგული განათლება უნივერსიტეტში როგორც მინიმუმ არ აქვს და იმდენად მაგარი იდეები და ალღო და ხედვა და ასე შემდეგ აქვს და თუნდაც ანუ კურსები, YouTube-ი, ხო, ანუ უფასოდ იმდენად ბევრი ინფორმაცია არის, რომ რეალურად აი ბოლო რაღაცა არის, რასაც შევხედავ, ერთადერთი რასაც მეუბნება, რომ შენ შეგიძლია
consistently, ანუ მუდმივად იარო კონკრეტულ ადგილას გააკეთო task-ები, რომელიც ვიღაცამ დაგავალა, მიხვიდე კონკრეტულ გამოცდაზე და დაწერო ეს კონკრეტული გამოცდა, რომელიცთვისაც მოემზადე და რაღაც მასალები წაიკითხე. ანუ იმის გარდა, რომ შენ შეგიძლია კონკრეტული task-ების შესრულება, რომლებიც გაქვს დავალებული, მე ეგ კონკრეტულად არაფერს არ მაძლევს სხვას. ცოტა შეიძლება რადიკალური მიდგომა არის და გააჩნია უნივერსიტეტს, გააჩნია ადგილს და ეხა ბევრი თუ არის მან, მაგრამ თუ არ არის ლაპარაკი იურისტზე, ექიმზე, ინჟინერზე, ანუ ისეთ პროფესიებზე, რომელსაც აუცილებლად უნდა გაიარო ეს ფორმალური განათლების ციკლი იმისთვის, რომ გქონდეს საშუალება დაკავდე ამ კონკრეტული საქმიანობით, ხო, ანუ ეს soft სპეციალობებზე თუ გვაქვს საუბარი, ჩემი აზრით ძალიან საქართველოში ძალიან overrated არის და ცოტა უფრო ღრმად რო ჩავიყვე, ჩემი აზრით საერთოდ უაზრობა არის დღეს და დროისა და ფულის ფუჭი კარგოა უმეტესწილად. იმაში გეთანხმები, რომ ზოგადად დიპლომი ერთადერთი რასაც აჩვენებს დასაქმებელს, ეს არის დიპლომის უფლობელის დისციპლინა, რომ 4 წლის განმავლობაში ყოველ დილით სადღაც სამსახურივით გამოცხადდა, რაღაცა გააკეთა და ამის დამადასტურებლად 4 წლის მერე მისცეს რაღაცა ფურცელი, რომელსაც მოდის და განახებს, რომ იცი რა, მე 4 წელი აქ დავდიოდი, რასაც მეუბნებოდნენ ყველაფერს ვაკეთებდი, ვარ კარგი ბიჭი და დიდი შანსია, რომ შენ რო ამიყვან, შენთან სამსახურშიც ყოველდღიური და რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ. ერთადერთი აჩვენებს მაგას. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტ ინდუსტრიაში კრება საერთოდ უნივერსიტეტის საჭიროება. ეხლა ვერ შეცვლის სიტყვაზე ხელოვნური ინტელექტი ვერ ასწავლის ვიღაცას დღეს კარგ ექიმობას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი სფერო, რომელიც ბოლო იქნება, რომელიც ჩანაცვლდება რაღაც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, იმიტომ რომ human touch ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუნდაც იურისტი რო ავიღოთ, ძალიან ბევრი AI თული არსებობს, რომელიც უმრავლესობა იურისტებზე უკეთესად იმუშავებს და შეგისრულებს თავის საქმეს. ანუ დღეს საერთოდ არ არის საჭირო, რომ ისე თქვათ უნივერსიტეტში იარო 4 წელს უთმობ რაღაცას, არის ჩამოყალიბებული პროგრამა, არ არის გლავირების საშუალება, უნდა მიყვე ამას. დღეს რა შესაძლებლობებიც არსებობს, არ არის საჭირო 4 წელი, რომ აიღო რაღაც კონკრეტული რაც შენ გიყვარს და გაინტერესებს. რისი საშუალებაც უნივერსიტეტში არ გაქვს, იმიტომ რომ ხშირად გიწევს ისეთი რაღაცის სწავლა, რაც არ გაინტერესებს. მაგალითად, მე როცა ჩავედი შვეიცარიაში, პირველ კურსზე მომიწია შვეიცარიის ლიტერატურის სწავლა. რომელმაც რასაც ქვია დეპრესიაში ჩამაგდო, იმიტომ რომ ადამიანი ჩამოვედი რომ ვისწავლო ბიზნესი და მასწავლიან შვეიცარულ ლიტერატურას, რომელიც არ იყო უინტერესო, უბრალოდ მე საერთოდ სხვა რაღაცისთვის ვიყავი იქ მისული და უფრო მეტად გამიხარდებოდა, რომ რაღაც ეკონომიკასთან ან მართვასთან კავშირში მესწავლა, ვიდრე შვეიცარული ლიტერატურა. ხო, არც შემდგომ კარიერაში არ გამომდგომია შვეიცარიის ლიტერატურის კურსები გაგიგვირდება და ხო და აი ერთი წელი რო აიღოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა და აკეთოს ის საქმე რაც უყვარს ისწავლოს ის ბევრად უფრო მეტ შედეგს დადებს დღეს იმ ერთ წელიწადში ვიდრე 4 წელიწადში უნივერსიტეტში. კი, ანუ უნივერსიტეტი რეალურად ხო ის არის რომ შენ იღებ შენ ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ წლებს როცა შეგიძლია რომ აი ესე ღრუბელივით შეიწო მთელი ინფორმაცია რომელსაც კი გაძლევენ ხო ძირითადად ხა 18 წლიდან იწყებენ ხოლმე სწავლას და მაგ წლებს იღებ და ეუბნები ვიღაცას რომ მიდიხარ რომ აი ხალხო მე თქვენ გენდობით გაძლევთ სადავეებს ჩემი განათლება აკონტროლოთ მე რა უნდა ვისწავლო თქვენ მითხარით ხო ანუ და ეს 4 წელი რეალურად აი ძალიან დიდი დრო არის ძალიან ანუ ჩემი აზრით მით უმეტეს იმ სიტუაციაში, რომელიც საქართველოში გვაქვს, რომ ანუ მარკეტინგზე რომ მიდიხარ და რეკლამირების კურსზე რო გასწავლის კაცი, რომელსაც ეც მენეჯერი ცხოვრებაში არ უნახავს, რა არის. ხო, და ანუ ბიზნესზე რომ მიდიხარ და ბიზნესის ადმინისტრირებას რო გასწავლიან რაღაცა 2 საუკუნის წინანდელი წიგნით, რომლიდანაც ბევრი რაღაც დღეს რელევანტური აღარ არის. ხო, ანუ ისეთ მაგალითებზე რო გაჩვენებ, რომელიც ანუ
აღარ არის დღეს რელევანტური სხვა სამყაროში ცხოვრობთ. ანუ მით უმეტეს AI-ის ესე გაძლიერების მერე, ხო, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუცია არის კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც თამაშის წესებს ბევრ რაღაცაში ცვლის და ეს ყველაფერი მანდ არ არის გათვალისწინებული. აი, რაც მითხრეს რომ უნდა გასწავლო, მაგას გასწავლი და მანდ მთავრდება ძირითადად აი ეს მთელი კრეატიული პროცესი სწავლების და მაშინ როცა არის მართლა ღიად ამდენი ინფორმაცია, რომელიც შეგიძლია რომ აითვისო, მან უბრალოდ მეორე პრობლემა ჩნდება, რომ შენ როგორ უნდა განასხვაო სწორი და არასწორი ინფორმაცია, საჭირო და არასაჭირო ინფორმაცია და ეს სარდავეები შენ თუ ვიღაცას არ მიეცი ხელში, შენ თავზე იღებ იმის პასუხისმგებლობას, რომ მე რასაც ავირჩევ, რომ ვისწავლი, რომ რეალურად ეგ დამჭირდება და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ და მეორე რომ მე როცა ვიღაც მთხოვს და მეუბნება რომ შენ თუ არ მოხვალ ყოველ დღე მე დიპლომს არ მოგცემ და შენ თუ არ დაწერ კარგად გამოცდას შენ დიპლომი არ გექნება, მაგით შენ თავთან ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა გიჩნდება და მაგიტო აკეთებ რაღაცას და ანუ რეალურად რო კონდეს ადამიანს საკმარისი გაგება იმისთვის რომ აღიქვას რა უნდა ისწავლოს და საკმარისი დისციპლინა იმისთვის რომ რო შეპირდა თავის თავს რომ მე ამას ვისწავლი, დაჯდეს და ისწავლოს, საერთოდ გაქრება უნივერსიტეტის საჭიროება. ჩემი აზრით. რას ფიქრობ ამაზე? ნახე, არ არის აუცილებელი გაქრეს უნივერსიტეტის საჭიროება. შეიძლება უნივერსიტეტებმა შეიცვალონ სახე. ნუ, ეგ იდეალური იქნება. აღარ იყოს ისეთი რაღაც მონოლითური სტრუქტურასავით, რომელსაც ძრა არ აქვს, იმიტომ რომ ვიღაცამ ესე დაადგინა და ესე უნდა იყოს. არის ევროპაში ძალიან ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც განათლებას ბევრად უფრო დრეკადად უყურებს, ვიდრე ძველებური უნივერსიტეტები. არის უნივერსიტეტები, რომლებიც თქვა ორიენტირებული არის მეწარმეობის სწავლებაზე, რა თქმა უნდა, ყველა უნივერსიტეტს რაღაც კონკრეტული კურიკულუმი უნდა გააჩნდეს, ხო? იმიტომ რომ შენ რო რაღაც კონკრეტულ თანხას იხდი, შენ უნდა იცოდე ამ თანხას რაში იხდი. ეს უნივერსიტეტები გასწავლიან რაღაც საგნებს, მაგრამ რაღაც კონკრეტული მიზნისთვის. ანუ მიდიხარ შენ ამ უნივერსიტეტში და ეს უნივერსიტეტი გეხმარება, რომ შეიძინო ის სკილები, ის კონექშენები, რომ შემდგომში შენი რაღაცა დაიწყო. ეს უნივერსიტეტები არ გამზადებს, ესე ვთქვათ, 9 to 5 სამსახურისთვის. ეს უნივერსიტეტები გამზადებს, რომ ამას რო დაამთავრებ, არ მიდიხარ არავისთან სამუშაოდ, შენ თვითონ იწყებ რაღაცას, ან დამთავრებისას, ან თვითონ სწავლის პროცესში ვე. და შეიძლება ეს მოდელი ბევრად უფრო მიმზიდველი იყოს ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც ეს რაღაც დადგენილი ნორმები და შაბლონები დიდად არ მოსწონს, იმიტომ რომ დამტკიც და რეალურ ცხოვრებაში რომ არც თუ ისე შედეგის მომტანია ეს ყველაფერი და ორდიპლომიანი ტაქსისტები ძირითადად. ხო, ანუ რეალურად ხდება ხალხი, რომ დიპლომი არ არის რაღაც ცოდნის განსაზღვრელი რა. გააქვს დიპლომი, არ გააქვს, ამაში დიდი სხვაობა არ არის. უბრალოდ მარტივად რაც შეგვიძლია ვთქვათ, ვისაც აქვს დიპლომი, იმაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისციპლინირებული ადამიანია 4 წელი იარა და ვისაც ვთქვათ არ აქვს დიპლომი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი დისციპლინა, იმიტომ რომ ვერ ვნახეთ ვერაფერი იმის CV-ში, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღიურად აკეთებდა. ხო, ნუ უფრო რთული არის, რომ განსაზღვრო ადამიანის იქნება ეს დისციპლინა, ცოდნა თუ ასე შემდეგ, როცა არ გაქვს რაღაც ამის დამომტკიცებელი საბუთი და ანუ საიდან მოდის როგორც ასეთი ის აი დიპლომი თუ არ გექნება სამსახურში არ აგიყვანენ, ხო? ნუ ეს წინა რეალობიდან არის მე მგონი გადმოტანილი რა, იმიტომ რომ სავარაუდოდ იყო ეგეთი პერიოდი, როცა ეგრე ხდებოდა. იმიტომ რომ ადრე ბევრი ალტერნატივა არც იყო. ანუ ადრე იყო ინფორმაციული დეფიციტი და ეხლა სხვა პრობლემა არის, იმდენად ბევრი ინფორმაცია არის, რომ სად არის სწორი და სად არასწორი და სად არის კარგი და სად არის ცუდი, მაგის გარკვევა არის რთული, თორე ინფორმაცია ზღვა არის, უფასოდ თუ ფასიანი მით უმეტეს ზღვა არის და ძალიან ბევრი არის მოკლედ რა.
просто აი ეგ არის რომ შენზე არის მანდ უკვე პასუხისმგებლობა რომ ანუ ის კი არა რომ მე ეს მითხრეს რომ ვისწავლო და მე თუ ამას ვისწავლი ესე იგი აი ამ კონკრეტულ შედეგამდე მივალ არავინ არ გეუბნება ესე გააკეთე შენ უნდა მიიღო ეგ გადაწყვეტილება და ну ბევრისთვის შეიძლება ზედმეტად ბევრი არის ეგ საკუთარ თავზე ასაღებად ეგეთ ასაკში მით უმეტეს მე ჩემი გამოცდილებიდან რო ვთქვა მე პირველად უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე ვიყავი 14 წლის და მე-9 კლასში რო ვიყავი სკოლის მერე მივდიოდი უნივერსიტეტში და მასწავლიდნენ ფიზიკას და ქიმიას და რაღაცა ინჟინერიის მიმართულებით მოკლედ დავიწყე სწავლა. ეხლა ის ცალკე თემაა რომ ინჟინერია თალად ჩემი სფერო არ არის და მოკლედ ცოტა უფრო არტ მიმართულებით განვითარდი ბევრი მხრივ. ну ასევე ბიზნეს მიმართულებით რა თქმა უნდა და გაყიდვებით და ну მოკლედ ბევრ რაღაცას მივედმოვედი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ და ეგ არის ერთადერთი დრო როცა ვსწავლობდი უნივერსიტეტში. მან თავი დავანება ეს წელიწადში ვეღარ ჩავჯექი თალად მაგ სტრუქტურაში და მე აქ ჩამოვედი ზუსტად კორონას პერიოდში დავიწყე ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლა აქ. და მოკლედ ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება. ან კორონას პერიოდი არის მე ზოგადად ფიზიკური კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის რა ანუ ეს ონლაინში რაღაცის სწავლა ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო მაშინ და ერთხელ ვიყავი მარტო ფიზიკურად უნივერსიტეტში დანარჩენი ონლაინ ლექციები გქონდა ან კურსელები რაც ორჯერ ვნახე მეორედ ლისის ტბაზე ავედით რომ გავაკეთოთ ერთმანეთი რომ ნახოთ თქო ფიზიკურად რა და ხო პირველ დღეს რომ მივედი და ანუ ერთი სემესტრი ვისწავლე სემესტრის ბოლოს რომ დავფიქრდი იმაზე რომ აი რეალურად რა ვისწავლე აი ხა რაღაცები ხომ ასწავლეთ რაღაცები ხო გავიარე რაღაც საგნები შეიძლება ერთი სემესტრი ძალიან ცოტა არის ხო რაღაცა გლობალური რაღაც ცვლილება იყოს მაგრამ აი ერთადერთი მართლა რაც დავიჭირე ჩემი თავი რომ აი ჩემში რაღაცა რაც შეიცვალა ერთადერთი დამატებითი პრიზმა აი მოთხოვნა და მიწოდება არსებობს და აი ეგრე დავიწყე რაღაცების შეხედვა რომ მოთხოვნა და მიწოდება მაგრამ ნახევარი წელი იმაზე რომ დახარჯო რომ გაიგო რა არის მოთხოვნა და მიწოდება ჩემი აზრით ძალიან დიდი დრო არის რა. თავისუფლად შეგიძლია აიღო ადამ სმითის ნებისმიერი ნაშრომი ჩაუჯდე და ბევრად უფრო კარგად გაიგებ ეკონომიკას ვიდრე ამას რომელიმე ლოკალური ლექტორი ახსნის ჩემი აზრით. ხო, ანუ ეგ არის. იმიტომ რომ ის გეუბნება პირდაპირ თვითონ რა აზრი გამოვიტანა იმ ნაშრომიდან და მოდი მე თვითონ გავეცნობი იქნებ უფრო მეტი ვიპოვო ამ ავტორის ნაშრომში ვიდრე შენ იპოვე ან რაღაცა იქნებ ცოტა სხვანაირად დავინახო. ხო, მოკლედ ამ ძალიან ისეთი გამოცდილება მქონდა მე უნივერსიტეტთან რა როგორც ასეთი რომ ანუ ღირებული ვერ მივიღეთ და თორაფერი რა. ხო და იმაგიტო ცოტა აი ხა შენ რასაც ამბობ ის რომ უფრო დრეკადად რო შეხა აი მე ხა რომ ამბობ იმას რომ უნივერსიტეტის საჭიროება გაქრეს თქო მე ზუსტად აი ამ ჩამოყალიბებულ კლასიკურ მიმართულებაზე მაქვს ლაპარაკი რომელიც აი ესეთი უძრავი და ნაკლებად დრეკადი და აი რაღაცა რო ვერ ერგება ფეხს რო ვერ უწყობს დღევანდელ სამყაროს მაგაზე მაქვს საუბარი თორე განათლება არის უმნიშვნელოვანესი რაღაც ანუ არანაირად არ არის აქ ლაპარაკი იმაზე რომ უნივერსიტეტი ცუდია და ყველა უვიცი უნდა იყოს პირიქით განათლება ძალიან მნიშვნელოვანი არის და იმას ვამბობ რომ ალტერნატიული განათლების მიღების გზები დღეს ბევრად უფრო პროდუქტიული შეიძლება იყოს ვიდრე ის კლასიკური მეთოდები. ну რა თქმა უნდა ბევრი ცვლადი არის მან რომელსაც გააჩნია მაგ სიტუაციაში. მაგრამ ჯამში მე ესეთი ხედვა მაქვს ჩამოყალიბებული მოყოლაფერს. არის ინდუსტრიები რომლებიც საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებოდა და ერთ-ერთი არის ზუსტად განათლების სისტემა. ასე ვთქვათ, რაც დაახლოებით იყო შუა საუკუნეებში, უბრალოდ ახლა წიგნებს დაემატა ლეპტოპები, მერე დაემატა ტაბლეტები, ეხლა უკვე დაიწყეს რაღაც AI-ლებების გაკეთება უნივერსიტეტებში. მაგრამ სისტემა დაახლოებით იგივე არის. ჯანდაცვის სისტემაც რო ავიღოთ, დიდი ცვლილება მანდაც არ მოხდარა და რეალურად ესე ვთქვათ ჩვენი სტარტაპი ჯერ ესე ვთქვათ ჯანდაცვის სექტორიდან დაიწყო, იმიტომ რომ მანდ მუშაობდი სანამ წავიდოდი ისრაელში, მანდ ნახე ყველაზე დიდი პრობლემა და რომ მოვიკვლიე ყველაფერი, აღმოჩნდა რომ ეს სისტემა არსებობს ძალიან დიდი ხანია. ამის მერე რა ვიცი მოიგონეს კომპიუტერი, მოიგონეს ინტერნეტი რაღაცა და აი არ იცვლება რა, მაინც იგივეა, რაც ადრე იყო და
რატო არ შეიძლება ვიღაცამ აიღოს თანამედროვე ტექნოლოგია დაინტეგრიროს იმ რაღაც ძველ პროცესში, რომელიც არაეფექტურია და გახადოს ეს პროცესი ბევრად უფრო ეფექტური ჯანდაცვის სექტორისთვისაც და მათი პაციენტებისთვისაც. იგივე არის განათლების სისტემაში და ძალიან ბევრ სხვა ინდუსტრიაში, რომელიც ამ ტექნოლოგიურ ცვლილებებს არ მიყვება. აი ხა მაგალითად რო ავიღოთ ბანკინგის სფერო, რა საერთოდ სხვანაირად ვითარდება ევროპაში და საერთოდ სხვანაირად ვითარდება საქართველოში. ხა ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბანკი არის ING და ING-ს, რა ვიცი, აი მაქსიმუმ 5 ფილიალი ქონდეს ამსტერდამში. ჩვენთან უბანში შეიძლება ქონდეთ 15 ფილიალი. ანუ რეალურად საბანკო სფერო ევროკავშირში მიხვდა იმას, რომ სერვისის გასაწევად არ არის საჭირო გქონდეს ძალიან ბევრი ფილიალი და ფიზიკურად გქონდეს ძალიან ბევრი ხალხი დასაქმებული. აქტიურად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, ეს ერთადერთი რისთვისაც ბანკში მისვლა გჭირდება არის რომ გახსნა ანგარიში და ანგარიშის გახსნის შემდეგ თითქმის ყველა ოპერაცია შეგიძლია აწარმოო ციფრულად და თითქმის არ დგას იმის საჭიროება რომ შენ მიხვიდე კონკრეტული ბანკის ფილიალში. როგორც არის ესე ვთქვათ ATM-ები ჩვენთან რომ თანხა გამოიტანო, ევროპაში არის ATM-ები რომ თანხა შეიტანო. ანუ ფიზიკურად ფილიალში შესვლაც არ გჭირდება რა, გარედანვე შეგიძლია ყველა ოპერაცია გააკეთო. მაგისთვის რომ მოსახლეობა მზად უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ხა სანამ ეგეთი რაღაც მოხდება, იმიტომ რომ დღეს რა ვიცი ფილიალ თუნდაც ბანკის ფილიალებში ანუ ხშირად ისეთი სიტუაციაა რომ რიგის ნომერი როგორ ავიღოთო მაგაშიც პრობლემა არის და ATM-ში თანხა როგორ შევიტანოთ ეგეც პრობლემა არის ხოლმე რა და ეხლა ყველა ოპერაცია რომელიც შეიძლება დაგჭირდეს რომ ონლაინ ბანკინგში გააკეთო ჩემი აზრით დღეს არ არის საკაურო მაგისთვის მზად. ზუსტად ეგ არის ბიზნესის მოვალეობა რომ მოამზადოს ანუ არც ევროპაში არ დაუწყიათ ეხლა ING-ს ბევრად უფრო დიდი ბაზრის კაპიტალიზაცია აქვს, ვიდრე ყველა ჩვენს ბანკს ერთად აღებულს. ანუ თუ ქართულ ბანკებს შეუძლიათ, რომ დედაქალაქში ჰქონდეთ 100-ობით ფილიალი, იქაც აქვთ ამის საშუალება. უბრალოდ ჩადეს ინვესტიცია იმაში, რომ ის უაზრო ფიქსირებული ხარჯი, რაც მათი ესე ვთქვათ რიტეილ ბანკები იყო, გაეკროთ. ხო, ნუ სამყარო ვითარდება და ყველა ვინც ვერ შეძლებს ფეხი აუწყოს ამ ტემპს, ნელ-ნელა არარელევანტური გახდება დროთა განმავლობაში. კი, უხილავი ხელის პრინციპი. ბაზარი ყოველთვის არეგულირებს თავის თავს. ოღონდ ეს ძირითადად თავისუფალ ბაზრებს ეხება. სადაც მოთხოვნა და მიწოდება თავისუფალია, ასე ვთქვათ, გარე ჩარევებისგან. აი პატარა საჩუქარი მოგიტანე. ეს არის Ryan Holiday-ის წიგნი The Obstacle is the Way. Okay. პირველ რიგში მადლობა. The Timeless Art of Turning Trials into Triumph. საინტერესოდ ჟღერს. რაღაც მომენტებში ისე ვთქვათ იუდაიზმთან მოდის წინააღმდეგობაში, მაგრამ საერთო ჯამში ჩემი აზრით ძალიან დიდი თანხვედრაა. ხო, ანუ ზოგადად ანუ ეს არის როგორც ხვდები, ანუ სტოიციზმის ფილოსოფიის გარშემოტრიალებს ზოგადად ეს წიგნიც და ანუ ხო, Ryan Holiday-ის Instagram-ი გამოწერილი მაგხშირად ხდება ხოლმე მისი რილსები, სადაც ლაპარაკობს სტოიკ ფილოსოფოსებზე, როგორც არის სენეკა, მარკუს ავრელიუსი, ასე შემდეგ. მათ ნაფიქრალსა და ნათქვამზე და დაწერილზე. და როგორც ასეთი სტოიციზმი ბევრ რაღაცაში გავს კიდევაც იუდაიზმს, მაგაზე მეც გეტყვი მარკუს ავრელიუსი სწავლობდა, ზუსტად არ მახსოვს ვისთან, რო არ მოვიტყვი, მაინც სახელს არ ვიტყვი, მაგრამ ხევრუტაში სწავლობდა ვიღაცასთან ერთად და ანუ იუდაიზმთან საკმაოდ ახლოს იყო. ქონდა მას იუდაიზმის გავლენა მარკუს ავრელიუსს და ერთ-ერთ დიდ რაბინთან ერთად სწავლობდა, როგორც ვიცი.
და აქვს რაღაც ზეგავლენა იუდაიზმიდან. ეს ფაქტი არ ვიცოდი, მაგრამ მედიტაციებს როცა წაიკითხავს ადამიანი, მიხვდება, რომ თავისი დროისთვის კი არა, ახლანდელი დროისთვისაც ძალიან გონება გახსნილი ადამიანი იყო და საკმაოდ რაციონალურად და პრაგმატულად უყურებდა მოვლენებს. ესე ვთქვათ, რაღაც ემოციური ნაწილი მასში ძალიან ცოტა იყო. ხო, ანუ ჩვენი წინასაუბრებიდანაც ახლა ვიცი, რომ საკმაოდ ჩახედული ხარ ზოგადად სტოიციზმში და მე რაღაც დონეზე რაღაცეები ვიცი, მაგრამ ხო, კიდე ბევრი რაღაცის ხო, იმ წინსაც წავიკითხავ და მეტი რაღაც მეცოდინება და აი მინდა რომ შენი თვალით დანახული სტოიციზმი მანახო, რომ აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის რა ჩვენ მიიღე ამ ფილოსოფიიდან და სტოიციზმიდან როგორც ასეთი. ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც სტოიციზმი გასწავლის ჩემი აზრით არის ის, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული შენზე და არა გარემო ფაქტორებზე. არის რაღაცეები, რასაც გარემო ფაქტორები განაპირობებს, მაგრამ ეს უნდა გაიაზრო, რომ ამ კონკრეტულ მოვლენებზე შენ არ გაქვს არანაირი გავლენა და რაზეც შენ გავლენა არ გაქვს, რისი შეცვლაც შენ არ შეგიძლია, ამაზე ნერვიულობა და ამ საკითხის, ესე ვთქვათ, ზედმეტად გულთან ახლოს მიტანა არანაირად არ არის საჭირო და მომგებიანი შენთვის. უნდა კონცენტრირდე იმაზე, რისი შეცვლაც და რისი კონტროლი შენ შეგიძლია. და სამწუხაროდ ადამიანებს გონიათ, რომ ძალიან ბევრ რამეზე აქვს კონტროლი. მაგრამ კარგად რომ დაუფიქრდე, უფრო მეტია ის, რასაც ჩვენ არ გვაქვს კონტროლი, ვიდრე ის, რასაც გვაქვს. და რასაც გვაქვს კონტროლი, ეს ხშირ შემთხვევაში არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი. ჩვენი რეაქციები იმ გარე ფაქტორებზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება. აი სტოიკები ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ რა დაგვემართება ჩვენ, მაგრამ ჩვენ ვაკონტროლებთ რა რეაქცია გვექნება იმაზე, რაც ჩვენ დაგვემართება. ეგ კი გამიგია ბევრჯერ და თუ არ ვცდები სენეკას დაწერილი არის ეგ და აი კარგად რომ დაუფიქრდები მაგას it hits hard просто ძალიან ძირფესვიანი ცვლილება არის ეგ შენი აღქმის სამყაროსი, იმიტომ რომ ანუ შენ აი რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ხო, ანუ ეს კარგია თუ ცუდია, ეს ტრაგედია თუ კიდევ ერთი დღეა სამუშაოზე თუ რა არის, ამას განაპირობებს შენი რეაქცია. შენ რას ფიქრობ ამაზე, შენ როგორ აღიქვალ, რას განიცდი და ანუ ის ფაქტი არის უბრალოდ ფაქტი. ის არც კარგია და არც ცუდია. ჩვენი შენ რა დაგცევ მაგაზია დამოკიდებული. ანუ სტოიციზმის მიხედვით ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც კვდები. მანამდე ყველაფერი არის შუალედური შედეგი. და შეიძლება საშინელი შუალედური შედეგი ქონდეს რაღაც პროცესში. დაიწყე მარკეტინგული კომპანია, შექმენი შეთავაზება, მიხვედი 10 კომპანიასთან 10-ვე მოარიგეთ. მან თუ გაჩერდები, ესე იგი წააგე. კი. მაგრამ შეიძლება იგი იყოს რაღაც უზარმაზარი და ყველაზე წარმატებული ისტორიის რაღაც origin story რა ის საწყისი. აი გაყიდვების ფუნდამენტი არის ის, რომ ნებისმიერი არა არის ერთი ნაბიჯი გადადგმული კიდე. ძალიან საინტერესო ფრეიმი მქონდა გაყიდვებში რომ მუშაობდი, ძალიან საინტერესო ფრეიმი მოვისმინე და მაგის მერე ხშირად ვიყენებდი ხოლმე მაგას რა. ანუ შენ რო იცოდე, რომ ყოველი 99 არას მერე მოდის კი. აი რო უეჭველი რო იცოდე ეგ. უეჭველი ეგრეა. ან უეჭველი ეგრე არ არის, შეიძლება რაღაცა ყოველი მე-5 იყოს, ან 100 იყოს, ან მე-10,000-ე, ხო? მაგრამ ერთი რო ანუ უეჭველი რო იცოდე, რომ ყოველი მე-100 ადამიანი, რომელსაც ელაპარაკები, არის უეჭველი კი? რას იზავდი? მაქსიმალურად სწრაფად მიიღებდი ამ არებს, იმისთვის რომ ანუ ეს მიიღო, გაიარო, წახვიდე წინ და ასე შემდეგ, იმისთვის რომ მიხვიდე იმ წერტილამდე. და ძალიან ბევრ რაღაცაში მეხმარებოდა ეგ რა, იმიტომ რომ აი ადამიანურად, ემოციურად, ხო, აი ეს rejection-ი მუდმივად უარი ძალიან რთულია. და ანუ სეილებიდან რომ გამოიტანო ეგ.
ანუ ცხოვრებაში რო გადაიტანო ეგ, ხო? ანუ რამდენი ისტორია არის თუნდაც წარმატებული ბიზნესმენის, რომელმაც პირველი 5 ბიზნესი ჩააფლავა და არაფერი არ გამოუვიდა და ვალებში გადავარდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ თუ გაჩერდი, ეგ არის შენ ხარ failure, ანუ დამარცხდი და არაფერი არ გამოგდის, მაგრამ თუ გააგრძელე და მე სადღაც მიხვედი, გაქვს ძალიან მაგარი ისტორია, რომელსაც ყვები. კიდე ბევრი ამ მოგზაურობას იწყებს იმით, რომ რაღაც კონკრეტულ შედეგამდე უნდა მისვლა, მაგრამ ამ გასავლელი გზიდან ვერ იღებს სიამოვნებას. და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ნებდებიან. ის, ვინც დაუმუღამა, როგორ მიიღოს სიამოვნება იმ არასასიამოვნო პროცესით, რომელიც განუყოფელია წარმატების გზამდე, იმიტომ რომ წარმატების გზას არ აქვს საბოლოო წერტილი. წარმატების გზა არასდროს არ სრულდება, სულ ვითარდები, სულ რაღაცისკენ მიდიხარ. თუ ვერ დაუმუღამე მოკლედ ამ გზას, გამოეთიშები მალე თამაშს და იქნები აი ის წარუმატებელი ვიღაცა. თუ შენში ძალიან დიდი ბრძოლა დევს შიგნით, მზად ხარ, რომ იბრძოლ, რაღაც კონკრეტული მიზანი გაქვს, რაღაც მისია იპოვე, აღმოაჩინე პრობლემა, რა პრობლემის მოგვარებაც გინდა და всё გადაწყვიტე, რომ მე ეს პრობლემა უნდა მოვაგვარ, რომელაც არ აქვს მნიშვნელობა. არის ხალხი, ვისაც რაღაც solution-ი უყვარდება, რომ თვითონ მოიფიქრე რაღაც გადაწყვეტილება და ძალიან მაგარია და ეს უყვარს და არ აინტერესებს ამის იქით არაფერი. ეს არასწორი. იმიტომ რომ solution-ი დღეს ესეთია, ხვალ შეიძლება ისეთი იყოს, მე შეიძლება ისეთი იყოს. ხო, როგორც პრობლემა უნდა გიყოს. სტარტაპი დაიწყე და ქონდა საერთოდ სხვა რაღაცაზე გათვლა, სხვანაირი solution-ი იყო, მე AI გამოვიდა, ხო შეგეძლო რომ გეთქვა, რომ AI ჩაგვანაცვლა, ესე იგი წამოს სხვა რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ გადააწყე ყველაფერი, მიიყვანე იქამდე, რომ ხო, ნუ ეხა ეს სათქმელად ცოტა მარტივია, იმიტომ რომ რა პერიოდი იყო მან და როგორ ვიწვალეთ, როგორ ვიშრომეთ და რა სირთულეებს წავაწყდით, ეხა იქ დიდად არ ჩანს. ტკივნეული პროცესია, მაგრამ თუ ლაპარაკობთ რაღაცის ტრანსფორმაციაზე და ჩვენ ბიზნესის ტრანსფორმაცია ჭირდებოდა, იმიტომ რომ გამოჩნდა რაღაცა ისეთი, რაც სერიოზულ კონკურირებას გაგვიწევდა მომავალში. და cost effectiveness-ის კუთხით ვერანაირად ვერ გაუწევდით large language model-ებს კონკურენციას ჩვენი არსებული პროდუქტით. მოგვიწია ტრანსფორმაცია, რადგან რაღაცა ყოველთვის ტკივნეულია. კი, ანუ ზრდის პროცესი ყოველთვის ტკივნეულია. ტკივილია, ზრდის გვერდითი აი, ზუსტად მარკეტინგს აწერია ეს, რომ the obstacle is the way. ის სირთულე, რასაც ხედავ, ანუ პირიქით არ უნდა გაიქცე ამ სირთულეებს რა. იმიტომ რომ სუსტი ხალხი ყოველთვის ირჩევს მარტივ გზას და სხვის გაკვალულ გზას მიყვება და ის ხალხი, ვისაც საკმარისი ბრძოლა აქვს საკუთარ თავში, ის ადამიანები მზად არიან, რომ იპოვონ საკუთარი გზა და საკუთარი გზა შენი გზა, იქ არავის არ გაუვლია, ან რაღაც დონემდე ვიღაცამ გაიარა, ვისთანაც ვერ გზაში შეხვდები და ამ ხალხისგან ისწავლი. მაგრამ უნდა დაიწყო ბრძოლა და იბრძოლო ბოლომდე. სხვანაირად ვერ მიხვალ შედეგამდე და აი ამ სირთულეებისგან უნდა ისწავლო სიამოვნების მიღება. ძალიან საინტერესო ფრაზა მოვისმინე ერთ-ერთ პოდკასტზე და აი ზოგადად ისტორიაზე და აი ამ ძალიან ეხმაურება იმას, რაზეც ვლაპარაკობდით ახლა რა, რომ გმირებს და ბოროტმოქმედებს აქვთ ერთი და იგივე საწყისი ისტორია. უბრალოდ ერთი ამბობს, რომ რაღაც საშინელი მომივიდა და მე ახლა ვაჩვენებ მთელ სამყაროს როგორია ის გრძნობა, როცა რაღაც საშინელი მოგივიდა. და მეორე ამბობს, რომ რაღაც საშინელი მომივიდა და მე არ დაუშვებ, რომ სხვასაც მოუვიდეს იგივე. და ეს არის რეალური განსხვავება გმირსა და ბოროტმოქმედს შორის. ანუ ესეც იქამდე მიდის, რომ ანუ შენი აღქმა განაპირობებს იმას, ვინ ხარ შენ, რა გზით მიდიხარ, რა არჩევანს აკეთებ და როგორ დაგინახავს მე საბოლოო ჯამში სამყარო. ამ შენ გზაზე მიმავალს რა. რა ვიცი, თუ საინტერესო გზაზე მიდიხარ და გადარდებს ის როგორ დაგინახავს სამყარო, იქ ვერ მიხვალ. კი ბატონო, ხო, ეგ უკვე როგორც გვერდითი მოვლენა არის, მაგიტო არ მიდიხარ იმ გზაზე, რომ სამყარო დაგინახოს უბრალოდ, ანუ საბოლოო ჯამში შეიძლება არის მაგის შანსი, ყოველთვის ეგრე არ ხდება. რომ ვიღაც ასევე რაღაცას ისწავლის იმ შენი გზიდან და იმ შენი თუ ამ ყველაფერს აზიარებ მით უმეტეს, ხო? ანუ
აი მარკუს ავრელიუსი ხა მე როგორც ვიცი მედიტაციები როგორც წიგნი არ დაუწერია ეს იყო თავისთვის გაკეთებული ჩანახატები დღიური რომელსაც აწარმოებდა და მე ვიღაცამ ეს იპოვა და ვა რა მაგარიაო და დაბეჭდეს წიგნად თორე როგორც ასეთი წიგნის დაწერა მას არ უნდოდა მაგრამ ასე თუ ისე მაინც გააზიარა და მისი გავლილი გზიდან მილიონებმა ისწავლეს ხო ანუ ანალოგიურად შენ ამაზე რომ მიდიხარ ამას რომ დაინახავს სამყარო თუ დაინახავს და თუ დაინახავს სწორად ხო იმიტომ რომ დანახვა ბევრნაირად შეიძლება იქიდან შეიძლება რაღაც კარგი გაჩნდეს და გამოვიდეს მადლობა ამ წიგნისთვის აუცილებლად წავიკითხავ და ხო ისაც მინდოდა ცოტა უფრო ღრმად შესვლა მაგ ფილოსოფიაში და კარგი ინტროდაქშენი იქნება კი აი თუ მოგეწონება მე ეგ წიგნები მე და ჩემი მეგობრებს გვაქვს ესეთი ტრადიცია რომ როცა რაიმე საინტერესო წიგნს აღმოვაჩენთ ხოლმე ვუცვლით ერთმანეთს და ვცდილობთ რომ რაღაცა საინტერესო იდეები წიგნების მეშვეობით გავცვალოთ და ზუსტად სტოიციზმთანაც ესე ვთქვათ ეგრე მოვხდი ჩემმა მეგობარმა მაჩუკა რაღაც ესე ვთქვათ ცოტა მძიმე პერიოდი იყო ცხოვრებაში და მითხრა რომ ძალიან კაი რაღაცა იქნება რომ წაიკითხო და რომ წავიკითხე მივხვდი რომ ეს ის იყო რაც მე მჭირდებოდა იმიტომ რომ რაღაც გზამკვლევს გაძლევს როგორ გაუნკლავდე სირთულეს იმიტომ რომ ჩვენ სირთულეებს ცოტა სხვანაირად ვუყურებთ რა სირთულეს ვაიგივებთ რაღაცა პრობლემასთან ეს პრობლემა აუცილებლად ნეგატიურია და ნუ ყოველ შემთხვევაში სირთულე ყოველთვის ნეგატიურთან ასოცირდება და მარკუს ავრელიუსი გასწავლის იმას რომ სირთულე რასაც ცხოვრებაში ხვდები არ არის აუცილებლად ნეგატიური თუ შენ ამ სირთულეს დაძლევ შენ რაღაცას ისწავლი შენ პიროვნულად გაიზრდები და ეს პოზიტიური მოვლენა იმიტომ რომ შენ შეგიძლია უთხრა შენ თავს რომ აი მე ეს კონკრეტული სირთულე დავძლიე მეორედ ესეთი რაღაც რო შენ ხვდება აღარ შემეშინდება იმიტომ რომ ერთხელ გაკეთებული მაქვს და რახან ერთხელ ქენი მეორედაც ვიპოვი გზას რო გავაკეთო და ყოველი შემდეგი სირთულე რომელიც აი რაღაც კედელი ვითარი რა ანუ რაღაცას რო გადაახტი იცი რომ ანუ მაგდენი შეგიძლია და ყოველი შემდეგი კედელი ასე ვთქვათ არის დამატებული რაღაც შრე იმ შენ კონფიდენსში ანუ თავდაჯერებულობაში ანუ თავდაჯერებულობა ის არ არის უბრალოდ რა რომ აი მე ჩემ თავს ვეუბნები რომ აი საკეს ჩავიხებ და შენ მაგარი ტიპი ხარ შენ ყველაფერი გამოგივა მანდედან რეალური თავდაჯერებულობა არ მოდის თავდაჯერებულობა არის შენი დაგროვილი მტკიცებულებები იმის რომ რეალურად ის ხარ რასაც ამბობ რომ ხარ მაშინ ხარ თავდაჯერებული როცა კი არ გგონია იცი და ყოველი გადალახული შემდეგი კედელი რომელსაც გადაახტი და უკან რო უყურებ რომ ვა რამხელა და თურმე ნახე რამდენი შემძლებია ეგ არის ეგ დაგროვილი მტკიცებულება რომ მართლა მაგრამ დასაწყისში როდესაც ამ გზას არჩევ ეს მტკიცებულებები ძალიან ცოტა გაქვს და ცოტა სხვანაირად უნდა მიუდგე ალბათ საკითხს არის ხალხი ვინც შეძლო ისეთი რაღაცები რაც სხვამ ვერ შეძლო და ჩვენ თუ ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი თანაბრები ვართ ერთმანეთის წინაშე თუ ვიღაცა კონკრეტულმა შეძლო რაღაცა რატო არ შეიძლება რომ ეს შევძლო მე შენ ან ნებისმიერმა სხვამ პრობლემას ჩვენ რო გვესმის პრობლემა ეგრევე ნეგატივისკენ მივდივართ და სტოიკები როცა მათ ხდებათ პრობლემა საინტერესოა რამდენ ხანში დავძლევ როგორ მოვახერხებ აბა როგორ შეგვიძლია რა არის საინტერესო გზა რომ გადავჭრათ ის ნეგატივისკენ არ მიდის ის ეგრევე პრობლემის გადაჭრაზე ფიქრობს და ამ ჩელენჯს იღებს როგორც თავის გამოცდის შანსს იმიტომ რომ იცის რომ ეხა ეს სირთულე რაღაცა თუ ვერ გადალახა ხო არავინ არ მიადგება და არ ესვრის და არ მოკვდება და ხშირ შემთხვევაში ეს სირთულეები არ არის ხოლმე სიკვდილის საკითხი რა უბრალოდ არის რაღაცა მოვლენები რაღაცა თქვა რაღაცა შეხვედრა ქონდეს მნიშვნელოვანი და ამას რაღაცა ძალიან რადიკალურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდე რომ ეს შეხვედრა ეხა თუ ცუდად თუ წავიდა დამთავრდა ჩემი ცხოვრება შენ თავს ეუნებოდე მაგას მაგრამ ეგ ხო რეალობა არ არის შეხვედრა შეიძლება ძალიან კარგად ჩაიაროს მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ ცუდად ჩაივლის აუცილებლად ცუდად ჩაივლის
ანუ არ აძლევს შენ თავს საშუალებას, რომ კარგად ჩაატარო ეგ ყველაფერი, მაგრამ აბსოლუტური კატასტროფაც რომ მოხდეს იმ შეხვედრაზე, შენი ცხოვრება ამით არ თავდება. და მანდედანაც გაკვეთილს ისწავლი რაღაცას. იმიტომ რომ მეორე შეხვედრაზე რომ მიხვალ, უკვე რაღაცა გექნება აი ამ ცუდისგან ნასწავლი, რასაც გამოიყენებ და არ დაუშვებ, რომ მეორეც იგივე შედეგით დამთავრდეს. ამიტომ ცხოვრებაში სირთულე რო ხდება, ორი ვარიანტი არის. ან იმარჯვებ და როცა იმარჯვებ, ძალიან ცოტა რაღაცას სწავლობ ამისგან და ან მარცხდები. როცა მარცხდები, მარცხი არის შესაძლებლობა, რომ ისწავლო შენივე შეცდომებზე და აღარ დაუშვა ეს მეორეც. მაგრამ ბევრს ურჩევნია, რომ აი რაღაც პატარა მარცხს, როდესაც შეხვდება, დაისტრესოს, ჩავარდეს დეპრესიაში, ჩამოყაროს და რა ვიცი, შემდეგ 1-2 წელი ამაზე იმკურნალოს და ან დაბრუნდება ჩოუ რეჟიმში, ან ვერ. და ანუ მაგ მარცხს ბევრი იყენებს როგორც გამართლებას საკუთარი თავისთვის. ანუ საკუთარი თავისთვის კი არა, ანუ გარშემო სამყაროსთვის გამართლება, რომ აი ნახე როგორი სირთულეები მქონდა, ამიტომ ანუ გამართლებული არის ის, რომ მე წავაგე, იმიტომ რომ ძალიან დიდი სირთულეები მქონდა რა, ანუ რაღაცა თავის მართლებისავით, ანუ თითქოს გარშემო სამყაროდან ხშირად ხალხს უნდა permission-ი, ასე ვთქვათ, აი ნებართვა, რომ იყოს წარუმატებელი. იმიტომ რომ რთული ცხოვრება გამოვიარე, იმიტომ რომ რთული რაღაცეები მქონდა და გასაგებია რომ მიჭირს და გასაგებია რომ არ გამომდის. ეგეთი რაღაცეებიც საკმაოდ ხშირად შემიმჩნევია ხალხში. აი ზუსტად მაგიტო არის ეს ფილოსოფია ყველაზე საინტერესო და რახანაი ეგ მომენტი ახსენე და თქვა თუ მაგ თემით დაინტერესებული ხარ, შემდეგი წიგნი იქნება, რასაც მოგცემ ჯოკო ვილინგის. დიდი მადლობა. როგორ მართავენ პროცესებს საზღვაო ქვეითები. ანუ იდეაში მთელი წიგნის მუღამი არის ის, რომ შენ თავზე და შენს გარშემო რაც ხდება, ხარ ჩართული ამაში აქტიურად თუ არა, პასუხისმგებელი მაინც შენ ხარ. თუ შენ დაუწყებ სხვა ადამიანებს წერნას, რომ უი რაღაცა მოხდა და ეს რონის ბრალია, ეს იმის ბრალია, ეს ამის ბრალია, ანუ ამითი პრობლემა არ წყდება, ანუ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალია. პრობლემა ხო არსებობს. მოდი არ ვილაპარაკოთ იმაზე, ეს პრობლემა ვისი ბრალია, იმიტომ რომ ეს საუბარი არსად არ მიგვიყვანს. კაი, გავარკვიეთ, რომ ვიღაც კონკრეტულის ბრალია, მაგრამ ამით რა? რა ვქნათ ახლა ეს ადამიანი დავსაჯოთ, მოუკლათ, რა ვუყოთ? ხო არ ჯობია, რომ ნახეთ, რომ პრობლემაა. ოკეი, პრობლემაა, ფაქტია, ამას ვერ შევცვლით, ეხლა ვიფიქროთ ეს როგორ მოვაგვაროთ. ჯერ მოვაგვაროთ და მერე დავჯდეთ ერთად, როგორც გუნდი და ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მსგავსი პრობლემა მეორედ აღარ დადგეს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მინდა ესეთი რაღაც გთხოვო, რომ აი როგორც დასაწყისში ძალიან საინტერესო კითხვა იყო და ორივე რო ჩავიჭერით. მინდა რომ შემდეგი სტუმარისთვის დატოვო კითხვა. შეიძლება ნებისმიერი კითხვა იყოს, რომელიც გაგიხარდება. რა არის წარმატების ფორმულა? თელი პოდკასტი უნდა ჩავწეროთ მე მგონი მაგ კითხვაზე. ოკეი. ხო მე არავის ჩაჭრას არ შევეცდები. კი ბატონო. მინდა რომ რაღაცა ისეთი კითხვა დავტოვოთ, რაზე პასუხიც ვიღაცას რაღაცაში ესე ვთქვათ შეძლებს რომ დაეხმაროს რაღაცა განსხვავებულად დაანახოს, იმიტომ რომ წარმატების ფორმულა ნებისმიერი ადამიანი ვინც არ გინდა გავაჩეროთ, ყველასთვის ინდივიდუალურია. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სასიამოვნო იყო. და ამას რომ დავამთავრებ, იმ წიგნსაც შეგეხმიანებ.